ალმაყანს აქვს თუ არ ვცდები მარტო 2 ბრძოლა რა ჩატარებული UFC-ში. და ბოლოს გათიშა ბრად კატონა რა. კაი ხნის წინ იყო ეს მგონი უკვე. ანუ ზედმეტად დიდად აქტიური მაიში არ იყო. არის. ო, მაიში იყო ამ წელიწადის მაიში იყო რომ ეჩხუბა ბრად კოტონას და მოუგო უმარ ნორმალგედოვს ეჩხუბა ოდა წააგო დისიჟნი წააგო უმარ ნორმალგედოვთან მატჩი დებიუტი თან. ო, დებიუტი იყო მაგისი. მაგისი დებიუტი იყო UFC-ში და უმარი ოდა მოსვა სხვათა შორის. გახსოვს კოუჩი? მარჯვენათი თუ აღარ მახსოვს ზუსტად მოსვა. დააგდო რა. შეაძრა ხო? კი. და ეგრევე დაყვინთა იმ. კი, კაი ბიჭია, ცუდი არ არის. დასახიფათო მოჭუბარია. ყაზახებს კაი მოჭუბრები ყავთ, ბოქსი მაგარია, ძალიან სწრაფები არიან. ხო, კაი ჭიდაობა აქვს კიდე ამის ზემოთ. არა, ჭიდაობა და ფიზიკურ ზალაში მე მგონია რომ ალექსანდრე აჯობებს. მაგრამ სუფთა ბოქსი საინტერესო იქნება, ვის უფრო კარგი ბოქსი აქვს, არ ვიცი, იმიტომ რომ ალექსას ძალიან კაი ხელები აქვს. ილიას სუფთა ბოქსი გავიგებთ, ვისა უკეთესი თუ არ შეთანხმდა ორი მოჭუბარი MMA-ში რომ მოდი დავდგეთ და ბოქსავთ, იმიტომ რომ როდესაც არის ფაქტორი, სანამ არის ფაქტორი გრეპლინგის ბრძოლაში, სუფთა ბოქსი არ არსებობს. რამდენიმე პანჩ ნაკაუტები აქვს ხელებით და ფეხებით კიდე. სხვათა შორის ბენო ადამიანსთან აქვს ბრძოლა ჩატარებული, ხო იცი ამას? მართლა? ხო, ოღონდ ეს იყო ისა amateur როგორ არის მოყვარულები, ხო მგონი? მოყვარულები. ხო, არ წერია აქ ბენოს. ხო, მე მგონი ეს კაი ჩხუბი იქნება, იმიტომ რომ თვითონ ეს როგორც ალექსი არის დგომაში არის კარგი, გრეპლინგში არის კარგი, ეს ტიპი კიდე ორივეში კარგი არის თვითონ. ოდა ეს კაი ჩხუბი იქნება ალექსის რომ დაამტკიცოს რა ლეველი არის მაგი თვითონ თავის ბოქსინგში და თავის გრეპლინგში და ალექსმა უნდა შეამოწმოს დროებით ტაიმინგი უნდა შეამოწმოს რას აკეთებს, როგორ აკეთებს ეს ბაგზატი და როგორ მოუგოს რა სწრაფად შეუძლია. ძალიან სწრაფი ხილები აქვს იმას ბაგზატას რა და დისტანცია უნდა შეკვეთოს. ალექსამ დისტანცია უნდა შეკვეთოს და აუცილებლად უნდა ეჭიდაოს რა და ეგრე უნდა მოიგოს რა. ოღონდ რა თქმა უნდა ინტელიგენტი არის და ისე შეკვეცავს რა. მაგრამ იმ ბიჭს რაც აქვს მაგარი მართლა არის სისწრაფე რა, ხელების სისწრაფე როგორც ნახე ძალიან კაი ხელების სისწრაფე აქვს რა. და ფიზიკურად ალექსა არის ბევრად ძლიერი ჩემი აზრით და მგონია რომ ზურგსაც აუღებს რა და ექნება გალიაზე მიყუდებები ექნება რა, ჩაყვანაც ექნება ალბათ რავი, ყველაზე კაი იქნება მაუნტში თუ აღმოჩნდა და ფაუნდი თუ იყო ground and pound-ი. მაგრამ ადვილი არ იქნება. არა მგონია რომ ადვილი ბრძოლა იქნება ეს რა. ზოგჯერ არის რომ კაი სტრაიკერი ხარ, შეიძლება უკეთესი ხარ მოწინააღმდეგეზე, მაგრამ ესეთი დღე გაქვს რომ MMA-ში შეიძლება აი ვერ ახლა ბოქსში რო ჩხუბობ, ხო, უნდა მონახო, გინდა თუ არ გინდა, დგომში შენი ისა უპირატესობა. დროს სხვა გზა არ გაქვს, გახარ და ხელებს იქნებ მარტო და აქ სხვა ის გზები გაქვს და თუ მონახავ თქვა შეხედავ რომ გიადვილდება მაგით და ტაიმინგის მონახვა, რაღაც ბზარების გახსნების, ოპენინგების დანახვა და ასე შემდეგ გამოიყენებ. თუ არა და ჩემი აზრით პლან B ორი გეგმით უნდა გამოვიდეს როგორც მინიმუმ და გეგმა B ალბათ იქნება ის რომ ის თავის ფიზიკურობა რომელსაც მე რაღაც შენ განიერი რომ ამბობ მესმის ძახი უფრო ძლიერია ჩემი აზრით ალექსი ექნება ფიზიკურ ძალაში უპირატესობა. ყველაზე მთავარი რაც არის იმედია წონის კლება და აღდგენა ექნება ძალიან კაი. რომ თავისი სრული პოტენციალით გამოვიდეს ალექსანდრე და ხმაური ატეხოს ისეთი როგორც თოფურიას გვარს ეკადრება UFC-ში რა.